მოგესალმებით. დღეს არის ჩვენი შემდეგი ეპიზოდი, e-commerce review-ის შემდეგი ეპიზოდი და დღეს ვართ სტუმრად კომპანიასთან, რომელმაც ფაქტიურად, რომელიც ყოველდღიურად ძალიან დიდ როლს თამაშობს ელექტრონული კომერციის განვითარებაში საქართველოში. ეს არის კომპანია T-net-ი, რომელიც ფლობს ბევრ e-commerce პლატფორმას, როგორც არის MyMarket, MyAuto, TKT და სხვები. და მოდით გავიგოთ რა გეგმები აქვთ, როგორ მუშაობენ და ყველას დეტალი გიორგისთან ერთად შევაჯამოთ რა. გიორგი, დიდი მადლობა. გიორგი ჩუმაშვილი T-net-ის გენერალური დირექტორია და დიდი მადლობა პირველ რიგში გიორგი. მადლობა თქვენ. დავხდით ინტერვიუზე. T-net-ი ფლობს უამრავ პლატფორმას და აი როგორი არის ერთიანი სტრატეგია, რითიც ამ პლატფორმებს მართავთ ესეთი წარმატებით? პირველ რიგში მადლობა რომ მოგზანდით. ესე იგი T-net-ი პირველ რიგში არის რა თქმა უნდა მომხმარებლების პლატფორმები, ესე ვთქვათ, რომელიც ყოველდღიურობაში იყენებს ჩვენი მოქალაქეები. აქ არის მრავალი მიმართულება, შეიძლება ჩამოვთვალოთ, ვთქვათ, რომ marketplace-ი, MyMarket-ი რაც ახსენეთ, MyParts-ი ავტონაწილების მიმართულება, ვაუჩერების მიმართულება, ფასტაკლებების ვაუჩერების სუბს გულისხმობ ამ შემთხვევაში ტიკეტინგი, TicketG, ანუ ბილეთების პლატფორმა, ავტო ინდუსტრია, AutoG, MyAutoG. ნუ ყველა მიმართულებით ახლა ვარ გავაგრძელო, ჩვენ ვართ top of mind-ში მომხმარებლის ახლა გავაკეთეთ კვლევა, მინიმუმ 5-ჯერ აღვემატებით კონკურენტს და top of mind გვაქვს საკმაოდ ძლიერი ყველა პლატფორმაში. ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ დომინანტობა ყველა მიმართულებაში არის ძალიან აქტუალური ჩვენთვის. ეს გადაითარგმნება იმაში, რომ ჩვენ ვემსახურებით ყოველ თვეში დაახლოებით 2 მილიონიდან 2.100.000 მომხმარებლამდე, რომელიც არის ჩვენი მოსახლეობის 60-65%-ზე მეტი. საკმაოდ დიდი რაოდენობა და ჩვენი მთავარი საზრუნავი არის ამ რამდენიმე ესე რომ ვთქვათ ობიექტივი გვაქვს ესე რომ ვთქვათ კომპანიაში. ერთ-ერთი არის მომხმარებლის კმაყოფილება. ანუ ამას ვზომავთ ყოველთვე, ამის კომიტეტები არსებობს და რასაც NPS ვეძახით, Net Promoter Score-ით და იმისთვის რომ ხარისხი შევინარჩუნოთ, ზუსტად პასუხობდეთ იმ მოთხოვნებს, რაზეც მომხმარებელს სჭირდება ჩვენი პლატფორმები, აი ამითი იზომება და როგორც კი არის განკლება ან გარკვეული თქვათ ამოვარდნები, მაშინვე ვერთვებით, მათ შორის მე, როგორც კომპანიის დირექტორი, რომ თუ რაღაცა არ მიდის კარგად, მაქსიმალურად სწრაფად უშუალოდ. ეხლა გვაქვს დაახლოებით 70% NPS-ი, ვუმიზნებთ 75%-ს ჩვენი ყველა პლატფორმის საშუალო გითხარით, არის პლატფორმები, სადაც 90%-იც გვაქვს NPS-ი და ამიტომ მომხმარებლის ხმას აქვს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ჩვენთვის. ნუ რა თქმა უნდა, ამას UX-ი, UI ეფუძნება, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ თვითონ პროცესი, თვითონ research-ის პროცესი იყოს ძალიან კარგად ჩატარებული. Funnel management-ს ვაკეთებთ, რაც ასევე ნიშნავს, რომ მომხმარებელს რაც უნდა და მიიღოთ ჩვენგან ან ინფორმაცია, ან კონკრეტული პროდუქტი, ან სერვისი, ეს როგორ კონვერსირდება თითოეულ ეტაპზე, თავიდან შემოსვლიდან, თქვათ, ყიდვამდე, ან მინიმუმ ინფორმაციის გაგებამდე, ხო? აი ამ ყველაფერს რიცხვებში უყურებთ და ჩვენ ფაქტიურად წელიწად ნახევარია, 2 წელია, სადაც გამოვაცხადეთ, რომ ჩვენ data driven-ები უნდა ვიყოთ თავიდან ბოლომდე და კი, როგორც თქვით, ესე იგი, ხო, data driven management-ი გაქვთ და ფაქტიურად მაგაზე გადავერთეთ. ყველაზე სწორი სტრატეგია ეგ არის რა. ნამდვილად და თვითონ data driven-ობაში გამოიხატება ისიც, რომ კომპანიის დინამიკა ძალიან მარტივად გასაზომია რა. თუ მოკლედ სწორად ვითარდები, ტრაფიკი გეზრდება, მომხმარებელი უფრო მეტ დროს ატარებს შენთან. ეს უკვე ეს წელი საკმაოდ საინტერესო იყო, რომ დაახლოებით 30%-ით გავიზარდეთ წელს ტრაფიკით, engagement-ით, გაყიდვებით მათ შორის და მოკლედ საკმაოდ საინტერესოდ განვითარდა ეს წელი მთლიანად ეკოსისტემისთვის.
თვითონ მნიშვნელოვანია ასევე რომ მომხმარებლის დატას საკმაოდ კარგად ვაანალიზებთ. დაუნერგეთ საქართველოში ალბათ ბევრს არ აქვთ, მაგრამ ჩვენ პირველები ვართ, ვინც Google-ის cloud-ის ინფრასტრუქტურა ავიღეთ, BigQuery + GA4-ის, რომელიც ყველაზე აპრობირებულია სოფლიოში, ანუ ქცევით დატაზე დაყრდნობით შეგვიძლია მომხმარებელს ზუსტად ისეთი ოფერინგი მივიცეთ, ისეთი პროდუქტი ვაჩვენოთ, რაც მისთვის არის იმ მომენტში და იმ მოცემულობაში აქტუალური. ანუ თქვენ ალბათ ყველა უყოფთ იმის უყვარლი, რომ ბევრი spam SMS-ი მოდის, ბევრი email-ი მოდის და მოკლედ ფაქტიურად ჩვენ შემთხვევაში აი ხა კონსენტების რაოდენობას მნიშვნელოვანი რამდენი მომხმარებელი ყავს 700,000 მომხმარებელს აქვს თანხმობა მოცემული ჩვენზე რომ ოფერები გავუგზავნოთ და ფაქტიურად არც ერთი საჩივარი არ დაფიქსირებულა რომ ჩვენი შემოთავაზება იმდენად დამიზნებულია თითოეულ მომხმარებელს რომ საერთოდ არ აღიზიანებს და კონვერსიასაც მაგას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვუყურებთ თვითონ რიცხვებს რომ როგორ მოხდება კონვერსიაში და ამიტომ იგივე თქვათ მარკეტინგის წარმოების დროსაც აი ამ data გადაწყვეტილებებს და data approach ესე რომ ვთქვათ კომპანიას რაც დაუნერგეთ საკმაოდ დიდი ეფექტიანობა აქვს და ძალიან კარგი შედეგები გვაჩვენა. ვა, ძალიან მაგარია. კი. გიორგი, როდესაც ამხელა ტრაფიკებს ფლობთ, ხო, ნუ ეს რა თქმა უნდა ძალიან რთული და ისეთი რა არის, აი გამოწვევები, ტექნოლოგიური გამოწვევები რა გაქვთ დაუშვათ ამ მიმართულებით რა. საინტერესო კითხვაა, ანუ როცა უკვე უყურებთ როგორ ვითარდება ხელოვნური ინტელექტი, რა თქმა უნდა, შესაძლებლობებთან ერთად ბევრი საფრთხეებიც ჩნდება, იგივე კიბერუსაფრთხეების ნაწილში არის გარკვეული გამოწვევები, რომელსაც ფაქტიურად უკვე სხვა დონეზე ავიყვანეთ მისი მართვა, იმისთვის რომ ჩვენი მომხმარებელი დაცული იყოს. გუნდს ვაძლიერებთ საერთაშორისო თულებს ვიყენებთ იმისთვის რომ შეიარაღებულები ვიყოთ კარგად, რომ ჩვენი მომხმარებელი და ჩვენი ინფრასტრუქტურა დაცული იყოს. ასევე ჩვენი ტიპის ბიზნესებისთვის გარკვეული გამოწვევები ჩნდება, იმიტომ რომ ფაქტიურად მომავალში როგორც უყურებთ 2-3 წელიწადში Google-ის საძიებო სისტემა ცირედით ან კარგად შეიცვლება და ბევრი ჩვენი ქცევა გადაპორტირდება AI-ის ზუსტად ბოტებში, ესე რომ ვთქვათ და ზუსტად ახლა არის მნიშვნელოვანი როგორ დაუპოზიციონირდებით, როგორ მოხდება ჩვენი ბიზნესის კონვერტაცია, იგივე აი ამ პორტაცია ვთქვით, ხო? ანუ როგორ მოხდება თქვა Google-დან გადასვლა AI-ის ჩატბოტებში, ასევე ჩვენთვისაც არის ტრანსფორმაციული მომენტია, იმიტომ რომ ჩვენი თავარი ბიზნესი არის ინფორმაცია, ხო? ანუ ინფორმაციას ვაწვდით მომხმარებელს, მაგალითად, სახლზე, ბინაზე, ბილეთზე, ყველაფერზე, ავტონაწილებზე და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ თუ OpenAI უკეთესად მისცემს ან არის მაგის საფრთხე, ან შენ დაიპარტნიორო, ან დაუპარტნიორდე, ეხლა განვიხილავთ აქტიურად, რომ როგორ აღმოჩნდეთ OpenAI-ის ინტერფეისში, რომლის solution-ები უკვე დაიდო, მაგალითად Indoed-ში არის ძალიან კარგი მაგალითი, რომ ChatGPT-ში უკვე e-commerce-ის პროდუქტების ყიდვა შეგიძლია და checkout-საც იქ გეკეთებს ჩვენთან ჯერ ადრეა, მაგრამ ალბათ ტრენდი ეგრე წარიმართება. ვერ ავწდებით და ამიტომ ეხა ვართ იმ ფაზაში, რომ ყველაფერს ვსწავლობთ, ყველაფერს ვაანალიზებთ, გამოწვევებს უყურებთ და შესაძლებლობებს ერთად. მე ვფიქრობ, მთლიანად digital ეპოქა იცვლება, ანუ მთლიანად შეიცვლება ის რაღაც ადრე რაც იყო, რომ Google და Google ხდებოდა, ტრადიციული უკვე ის მოძველებულია, რომელიც შეიძლება გვეჩვენებოდა, რომ საკმაოდ დიდი იყო ეს ინდუსტრია, ეხაც დიდი არის, იგივე თქვა Google ძალიან დიდ სამუშაოებს ასრულებს, რომ AI განავითაროს, ჩვენც ვიყენებთ უკვე მის სერვისებს და მომავალი წელი ალბათ AI-ის შესწავლა, მისი გამოყენება, ინტეგრაცია, სულ ესეთ პროცესებში ვართ ახლა ჩართულები, გვაქვს რამოდენიმე პლატფორმა, სადაც AI-ის ვიყენებთ და ჩვენ გვინდა რომ AI იყოს ჩვენი დამხმარე შესაძლებლობა იმისთვის, რომ უფრო მაგრა ვაკეთოთ და უფრო
კარგად მივიტანოთ ჩვენი სერვისები და პროდუქტები ჩვენს მომხმარებელთან. თუმცა შეიძლება კონკურენტად გვექცეს რაღაც მომენტში და ესეც არის მნიშვნელოვანი გასათვალისწინებელი. მაგრამ როგორც ვატყობ ძალიან ისეთი რა, ასე ვთქვათ, ძალიან საინტერესო საქმე დაგემატათ, ასე ვთქვათ რა, AI-ის თან მუშაობა უკვე ძალიან ბევრ შესაძლებლობას იძლევა რა. კი, გეთანხმები ნამდვილად, იმიტომ რომ ეს პროცესი ყოველდღე არის აღმოჩენების პროცესი და ხა ჩვენ agile მოწყობა გვაქვს კომპანიაში, ანუ ყველა domains, ანუ ყველა ბრენდს თავისი გუნდი ყავს, ისე დამოუკიდებელი, რომელიც თვითონ მართავს თავის backlogs, თავის მიზნებს, თავის ესე რომ ვთქვათ, product development-ი ამ პროცესშია, როგორც დაგეგმავენ თვითონ გადაწყვეტენ, მაგრამ ყველას აქვს ასევე AI-ის დიდი spike-ი ჩასმული თავიანთ backlog-ში, რომ სულ სწავლობენ და რაში შეიძლება გამოიყენონ ეს თულები. საერთოდ ცალკე მიმოწერაც არსებობს ჩვენს ესე ვთქვათ, ჩათებში, სადაც AI-ის რაღაცა სიახლე როგორც კი ხდება, მაშინვე ჩვენი პირველ რიგში engineer manager-ები და ასევე ყველა დონის ტექნიკური პერსონალი ამას განიხილავს ძალიან აქტიურად და ხდება შესწავლა აი ამ benchmark-ების ან ამ შესაძლებლობების, რომელიც ინერგება ან დაინერგება მალე სხვა ქვეყნებში. ხო, ძალიან მიხარია სიმართლე რომ გითხრა, რომ ვიგებ, როდესაც ქართული კომპანია ესე ასე ვთქვათ, პულსზე უდევს ხელი და მუდმივად საქმის კურსშია რა ვითარდება და როგორ ვითარდება რა. ეს სიმართლე რომ გითხრა, იშვიათობაა, მაგრამ ძალიან კარგია რა. იცით რა, ჩვენ იდეაში დღეს ვართ მომხმარებლები ამ პროდუქტის, ხო? ანუ ჩვენ იმასაც ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი AI სტარტაპი ალბათ ორი მიმართულება გამოიკვეთა, რაც Web3-ზე მივიღე მონაწილეობა, სადაც აღმოჩნდა, რომ არის ამერიკული AI-ის მიმართულებები, რაც ჩვენთან ChatGPT, Gemini და ასევე Claude-ით არის შემოსული, ან Grok-ით. თუმცა არის ასევე მეორე საინტერესო მიმართულება ჩინური AI-ის იგივე DeepSeek-ის ირგვლივ რაც არის ეს ყველაფერი ორივე საკმაოდ საინტერესოდ ვითარდება. ალბათ ჩემი აზრით რომ საბოლოო ჯამში რამოდენიმე მსხვილი დარჩება აი ამ ბაზარზე და ჩვენ ალბათ ვიქნებით სწრაფად უნდა ავითვისოთ ის შესაძლებლობები რაც AI-ის ექნება. ეს thinking მოდული რაც ჩააშენდა Gemini-მ საგიჟეთი შემოიტანა ჩვენთან ტენდენი შესაძლებლობა გააჩინა ჩვენთვის და ჩვენი პლატფორმისთვის. ეხლა ყველა ამ პროცესშია ჩართული, რომ ეს Gemini-ის 3.0 მოდელი როგორ ინტეგრაცია გავაკეთოთ ყველა მიმართულებით. მაგარია. კი. თქვენ ახსენეთ მონაცემები რა და აი ძალიან მაინტერესებს ამ დატას მიმართულებითაც რომ ჩავშალოთ რა, მაგალითად როგორ იყენებთ რა შვებით. რა ასევე საინტერესოა თუ აქვთ დაუშვათ ისე მომხმარებლებს შესაძლებლობა ან კომპანიებს შესაძლებლობა რომ თქვენი დატა, რა თქმა უნდა, რაც კანონის ფარგლებში არის, ვთქვათ, იყიდონ და რაღაცა ვთქვათ მარკეტინგული მიზნებისთვის გამოიყენონ. აი დატაზე რო უფრო ჩასულოთ ვისაუბროთ რა. კი ბატონო, ესე იგი ჩვენ საქართველოში გავაკეთეთ წელს პირველად სერვისი Data as a Service, ესეთი პროდუქტი ალბათ ხსენიათ რომ Service as a Software, კონკრეტულად ესეთი პროდუქტები იყო. ეხლა ტრენდული არის მსოფლიოში რომ Data ხდება როგორც სერვისი და არის რამოდენიმე დიდი კომპანია, ვინც ცნობილი კომპანიები მათ შორის, ვინც ამ სერვისს უზრუნველყოფს. ანუ ეს რა პროდუქტია? პროდუქტი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი კომპანია თინეთი ამ შემთხვევაში აგროვებს თანხმობებს, ეგრეთ წოდებულ კონსენტებს, რომ ეს დატა შეიძლება გადამუშავდეს პროცესინგის პროცესი დაიწყოს დატის, რაც მიცემს კომპანიას საშუალებას, ანუ ჩვენ ვიღებთ სხვა მესამე პირისთვის ამის უფლებას და ჩვენ შეგვიძლია ეს დატა გამოვიყენოთ მარკეტინგული მიზნებისთვის. რა თქმა უნდა, ეს სერვისი გვაქვს ამ მომენტში და რა თქმა უნდა, არის ძალიან მკაცრი კანონმდებლობა PDB პერსონალური ინფორმაციის ინსპექტორი, რომელიც ახლა შიდა აუდიტში შევიდა ეს უწყება და ძალიან მკაცრი ფრეიმვორკით მუშაობს პროცესი. ვიცავთ ამ პროცესთან
სკრუპულოზურად ეს შეიძლება ვთქვათ, მაგრამ კარგ კომპანიებს და ვინცაც მოწესრიგებული აქვთ იგივე დატის შენახვის პრინციპები, სად მოხდება ეს ინფორმაცია, როგორ იქნება დაცული, როგორ იქნება SMS office გამორთვის მენეჯმენტი, კონსენტი, როდის ხდება ეს მთელი პროცესის data governance როგორ იმართება, ჩვენ სანიშნულოვანია და იმ კომპანიებთან ვაკეთებთ გარკვეულ შეთანხმებებს და ვაკეთებთ თანამშრომლობას. ეს ერთის მხრივ აჯანსაღებს ბაზარს, იმიტომ რომ ბევრი spam მარკეტინგი დამღლელია მომხმარებლისთვის და საკმაოდ შემაწუხებელია და ჩვენი პლატფორმის საშუალებით ზუსტად ვიცით მომხმარებელს რა ჭირდება იმ მომენტში. შესაბამისად ჩვენი ივენთები, რასაც მომხმარებელი ქმნის ჩვენ პლატფორმაზე ვინახავთ, როგორც გითხარით, Google Cloud-ში, Google-ის ეკოსისტემაში და უკვე გაანალიზება ქცევების ამ ადამიანის და იმ საჭიროებების, რაც ჭირდება, უფრო მარტივი არის, რომელსაც ასახვა შეიძლება 5 წუთში პოვოს და თქვა თქვენ თუ პირობითად ეძებთ კონკრეტულ პროდუქტს ან სერვისს, თუ ეს პროდუქტი და სერვისი ექნება ჩვენ პარტნიორს, შეუძლიათ ეს 5 წუთში თქვენს SMS-შივე აისახოს, რომ აი თქვა ესე და ეს პროდუქტი არსებობს და არის კონკრეტული ოფერი, რომელიც შეიძლება გამოიყენოთ და ისარგებლოთ. ამისთვის მოკლედ კომპანიაც მოგებულია და მეორე კლიენტი არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ უნდა გაუფრთხილდეთ, რომ მომხმარებელი არ დაისპამოს და არ მივიდეს იმდენად ბევრი ინფორმაცია, რომელიც მე არ გამოადგება და ჩვენ ფაქტიურად ნოლამდე ყავს ეს დაყვანილი უკმაყოფილო მომხმარებელი, ვინც აი ესეთ SMS-ებს იღებს და ამიტომ ის კომპანიები, ვინც დაიცავენ ამ შეთანხმებულ წესებს, რაც გვაქვს, რა თქმა უნდა, ამ სერვისს მიიღებენ. ხო, ნუ ესე მე არ ვიცოდი სიმართლე რო გითხრათ რა, მაგრამ მაგარი სერვისი გქონიათ და მგონია რომ ქართული კომპანიებიც კარგად გამოიყენებენ ამ შესაძლებლობას რა. იმედია. გიორგი, როგორ მუშაობს თქვენი კომპანია მერჩანტების ზრდაზე? ნუ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მაინტერესებს ასევე აი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის რა პროგრამები გაქვთ დაუშვათ ან რა კარგი შეთავაზებები გაქვთ, რომ კიდე უფრო გაიზარდოს ეს ხო, ანუ ჩვენ ესე მიგვაჩნია ჩვენი თავი, რომ ჩვენ აი მცირე ბიზნესსა და ბოლო მომხმარებელს შორის ვართ გარკვეული ხიდი პლატფორმა, სადაც ერთის მხრივ პრეზენტირება უნდა მოვახდინონ მისი პროდუქციის, რაც აქვთ. ეს შეიძლება იმპორტიორებს ეხებოდეს, იგივე თქვა MyMarket-ზე, რასაც უყურებთ საკმაოდ ბევრი კომპანია თუ იმდმეწარმე დასაქმებულია იმითი, რომ ჩამოაქვს კონკრეტული პროდუქტები, იმპორტს აკეთებს, თქვა ჩინეთიდან, თურქეთიდან და შემდეგ MyMarket-ზე აკეთებს რეალიზაციას და მისი შემოსავლები, მოკლედ თავარი შემოსავლები MyMarket-დან გენერირდება, თქვა ეხლა MyMarket-ი რო ავიღოთ, ან თუნდაც MyAuto ავიღოთ, ვინც მანქანების შემოყვანის და შემდეგ რეექსპორტის ბიზნესია ჩართული. ანუ პროდიუსერი, ესე იგი გამოდის, რომ საერთოდ ფიზიკური ლოკაცია საერთოდ აღარ ჭირდება რა, აღარ არის ამის აუცილებლობა, რაც ნუ ბიზნესისთვის ერთგვარი ესეთი ხარჯია რა. აი ეხლა დრონი ვიყიდებ მაგალითად MyMarket-ზე, სადაც აღმოვაჩინე, რომ ამ ადამიანს შეპესეც აქვს, ყველაფერი აქვს, ოღონდ ოფისი არ აქვს და მე რო ვიკითხე, მეთქი როგორ მუშაობს, ნუ სადღაც თემქაზე აქვს პატარა სახლი, არც ისე დიდი ერთ ოთახში აქვს აკეთებული საწყობი, სადაც დრონებზე მუშაობს. ყველანაირი დრონი ჩამოაქვს, სხვათა შორის ძალიან საინტერესოა და მეთქი რო ვკითხე, მარტო MyMarket-ით ყიდის დღეში დაახლოებით 10-15 დრონს, რომელიც პატარა ოჯახისთვის საკმაოდ კარგი შემოსავალია. მაღაზიას თვეები არ აქვს, რა ქვია. კი, ჩვენ ამასთან ერთად მოკლედ გავუკეთებული გვაქვს single sign-on-ი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორად ხდებოდეს მომხმარებლის იდენტიფიცირება, მისი აქტივობების ასე რომ კარგად გაანალიზება. ეს სისტემა უკვე Amazon-ში გვაქვს აწყობილი, ესეც cloud-ური სისტემა არის და ამასთან ერთად დავამატეთ payment-ების შესაძლებლობები. ანუ payment-ებში გულისხმობთ ბარათით გადახდები, სწრაფი ყიდვის ოფცია, განვადება, invoice-ით შეძენა, სესხის დამტკიცება, ანუ BNPL-ს ვეძახით მაგას, აი განაწილება და ნაწილ-ნაწილ რაც არის ესე როგესმოდეს ეს ყველაფერი ჩვენ ფიქრობთ, რომ ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ იგივე აი ამ ხიდის პროცესში, რაც ჩვენ თავიდან ვთქვით, რომ ინდმეწარმეს ან პატარა ბიზნესის შუამავალი ვიყოთ მომხმარებელთან,
ყველანაირი შესაძლებლობა გავუჩინოთ, რომ რამენაირად ეს დილი შედგეს და გამოვიდეს. ახლა ჩვენ საერთოდ MyMarket-ში უნიკალური მოდელი შევქმნით. საქართველოში ყოველ შემთხვევაში უცხოეთში რა თქმა უნდა ეს არსებობს, eBay-ისა აქ იგივე მოდელი. ჩვენ დავაინტეგრირეთ ასევე ლოჯისტიკური კომპანიები. ჩვენ ლოჯისტიკას აღარ ვაკეთებთ, ყავს პარტნიორი ლოჯისტიკური კომპანიები, თქვათ იგივე ეს დრონი სადაც დევს, შეუძლია იყიდოს მომხმარებელმა განვადებით, ბარათით, არ ვიცი როგორც წარმოუდგენია და ეს პროდუქცია მიიღოს საკურიერო სერვისით, რომელიც არც MyMarket-ის არის, არც არ არის გამყიდველის და არც მიმღების არ არის. ეს არის ცალკე კომპანია, უბრალოდ ჩვენ ვაძლევთ ინფორმაციას, რომ ამ და ამ საათში უნდა მიხვიდე, ამ და ამ საათზე უნდა მიხვიდე, ამ და ამ დროს უნდა აიღო ეს პროდუქცია და ეს ადამიანი ელოდება. ანუ ჩვენ საერთოდ სისტემა შევცვალეთ, გავედით ლოჯისტიკიდან, მაგრამ მივეწით მომხმარებელს საშუალება, რომ ის პროდუქცია მიიღოს ძალიან მალე. და ბიზნესებსაც იდეალური შესაძლებლობა აქვს, რომ დაერთდნენ თქვენ ეკოსისტემაზე. ჩვენ ლოჯისტიკურად ასევე ვზრდით შესაძლებლობას, ეხლა ორი კომპანია გვყავს. ერთი არის Onway, მეორე არის Delivo, მომავალ წელს გვეყოლება Wolt-ი, DHL და ასე შემდეგ. ამას გავამდიდრებთ მოკლედ ჩვენს არჩევანს. UX UI ერთ-ერთი ყველაზე ისეთი რა მნიშვნელოვანი კომპონენტი არის. დარწმუნებული ვარ, რომ ამასაც ძალიან დეტალურად სწავლობთ, უყურებთ, ან ვითარებთ. აი ამაზეც რომ მოგვიყვეთ რა. სხვადასხვა ჩვენ როცა დავიწყეთ UX-ის თიმის ფორმირება ჩვენთან, რა თქმა უნდა კლასიკური მოდელი რაც არის UX research-ი, შემდეგ focus ჯგუფები, A/B testing-ი, ეს ყველაფერი პროცესი გავუმართეთ. თუმცა ეხლა უკვე გადავედით ახალ advanced მოდელზე, რომელიც გულისხმობს AI-ის გამოყენება პატერნების მიხედვით UX-ში. და შენ იღებ მოკლედ კონკრეტულ პლატფორმას, ამ პლატფორმაზე დაყრდნობით იღებ საერთაშორისო ბენჩმარკებს, არის საკმაოდ ბევრი დრაივერი ვეძახით შინით, რომელიც განაპირობებს ეს UX-ი, რომელიც შენ გაქვს, რამდენად შეესაბამება საერთაშორისო ბენჩმარკს და შენი მომხმარებელი ამას როგორ აღიქვავს. ეს რომ დაუნერგეთ, ძალიან ბევრი საინტერესო ინსაიტი მივიღეთ და აღმოჩენა იყო ჩვენთვის რამოდენიმე მიმართულება. ანუ ეს იმას აზღავს, რომ შენ როგორია რომ ძალიან კარგად აკეთებ რაღაცას და რომ, შეიძლება მთელი წელი დახარჯო იმისთვის, რომ ერთი ფიჩერი მაგარი გააკეთო, უცებ აღმოაჩენ, რომ შენ მომხმარებელს სხვანაირი შეხედულება აქვს ამაზე და საერთოდ არ არის ისე როგორც შენ გონია და ეფექტიანობა ძალიან გაგვიზარდა ამ კუთხით. ამ AI-ზე ხდება დატრეინინგება მოდელის, რომ ბენჩმარკები კარგად გაგიანალიზოს, მე არის თქვა ამერიკული ბაზარი, ევროპული ბაზარი, emerging market-ები როგორც საქართველოა და ამაზე დაყრდნობით უკვე ინსაიტებს იღებ თითოეულ დრაივერზე და UX დიზაინერებს უკვე საშუალება აქვთ, რომ ამ დატაზე დაყრდნობით გააკეთონ და აი ძალიან გვეხმარება და რა ვიცი მე თუ ვინმე მოისმენს ახლა ამას, ალბათ კარგი იქნება, რომ ეს გააკეთონ ნებისმიერ დიჯიტალ კომპანია, რომ საკმაოდ მაღალი შედეგი აქვს ასევე customer experience-ის ნაწილშიც, იმიტომ რომ ეს პირდაპირ ისახება NPS-ის ქულაზე. ესე რომ ვთქვათ რა, NPS-ი ეგრევე გიუმჯობესდება თუ მომხმარებელი დაინახავს ამას, რომ ფაქტიურად მომხმარებლის სახელით შენ AI-ის თულის გამოყენებით გებულობ ყველაფერს ის რაც ფიქრობს შენს ნებისმიერ ფიჩერზე. ხო, ძალიან მაგარი რაღაცა. ხო, ძალიან მაგარი რაღაცა არის და ეხლა ეს ინოვაციური პროცესი არის ჩვენთან უკვე ორ პროდუქტზე დაუნერგეთ და გავაგრძელებთ ალბათ მომავალ წელს და სრულად დავფარავთ ყველა პლატფორმას. ინოვაციები ახსენეთ და ჩაგეძიებით მაგ იმაში რა კიდე რა ინოვაციები გაქვთ თუ ისეთი რა თქმა უნდა კონფიდენციალური არ არის რა. იცი რა არის უკვე სიტყვა ინოვაცია აღარ მინდა რომ გამოვიყენო, იმიტომ რომ სულ ინოვაცია არის მთელი პროცესი რაც საქართველოში კი არა მსოფლიოში მიმდინარეობს, რობოტები დადიან და რობოტი ჯარისკაცები არიან, გუშინ საერთოდ ჩინეთის არმიაში ვნახე რობოტი შემადგენლობა და მოკლედ ეხლა მე რო რაღაცა ინოვაცია დავარქვა, მე მგონი ცოტა შეიძლება ვიღაცას გაეცინოს, მაგრამ
ზოგადად AI-ის ჩვენ გამოყენება რეალობაში, საქართველოს რეალობაში. ხო, მე მგონი ინოვაციური არ არის, თუმცა ეხლა ჩვენ ახალ ბიზნესში შევედით, რეკრუიტის ბიზნესში შევედით, Jobs-ის MyJobs.gy არის ჩვენი პლატფორმა, რომელიც პატარა ნიშას ვიკავებთ ჯერ, დაახლოებით მესამე ადგილზე ვართ, თელი ტრაფიკის 6%-ზე მეტი არ მოდის. თუმცა აი გვექნება მაგალითად AI-სთან ერთად ეგეთი ფიჩერი, რომელიც გულისხმობს გაიგე შენი ფასი, რა ღირს თანამშრომელი. ანუ შენ რა ღირ ხარ? საკუთარ თავს აფასებინებ AI. აი ხა ძალიან მაგარი გამოვა ეს ფიჩერი და AI-ის დახმარებით არის ჩვენი დატაც მონაწილეობს ამ ყველაფერში და სხვადასხვა მხრიდან ვკრიბოთ, მაგრამ საკმაოდ საინტერესო მოდულია, რომ გაიგე შენი ფასი, ხო? ანუ რა ღირს შენი სერვისი, შენი გამოცდილება, შენი არ ვიცი, სკილები რაც გაქვს, ყველაფერი შეგიძლია მოგეთ აი ამ ჩვენს MyJobs-ზე გამოიტანო და ნახო, რომელიც მე ვფიქრობ ძალიან საინტერესო იქნება. ხო, არა, ძალიან მაგარია. მეც კი გამოვცდიდი მაგ-იმას, მაგრამ საუბარია საქართველოში რა არის შენი ფასი თუ ზოგადად მსოფლიოში. ჩვენი დატა ამიტომ ჭირდება, რომ საქართველოში გავსაუბროთ რა არის. ოკეი, გასაგებია. ანუ ჩვენ ხო საერთაშორისო თემებს არ უყურებთ, ხოლო საქართველოში უბრალოდ ვიყენებთ სხვადასხვა თულებს იმისთვის, რომ ზუსტად ის რიცხვი გავტესტეთ და რა ვიცი ჩვენ კომპანიაში დაემთხვა ყველაფერი, მოკლედ აი ამ ტესტირების პროცესში ვართ და ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო პროდუქტი იქნება MyJobs-დან, რომელიც არ ვიცი, ინოვაციად არ ჩავთვალოთ, მაგრამ ესეთი რაღაცა, ესეთი smart feature-ი შეიძლება იყოს ბაზრისთვის. ხო, მე მგონი, რომ დიდი გამოყენება ექნება რა, იმიტომ რომ ბევრისთვის ძალიან საინტერესოა რა. გიორგი, ბოლო კითხვა მაქვს რა, თუ გეგმავთ ქვეყნის ფარგლებს გასვლას. ხო, ანუ ჩვენ მადლობა, კარგი კითხვა და ჩვენს ბევრი გვაქვს ნაფიქრი ამაზე, როგორ შეიძლება გავიდეთ გარეთ და რა სერვისები შეიძლება გავიტანოთ. ფრაგმენტულად გვაქვს რამოდენიმე ქვეყანასთან თანამშრომლობის პროცესი, იგივე თქვა, შეგვიძლია სომხეთთან თქვა, შეგვიძლია თქვა აზერბაიჯანთან, ბილეთების ნაწილში ხდება ძირითადად ეს პარტნერშიპები. სხვათა შორის მანქანების რეექსპორტის ნაწილში იყო საინტერესო თანამშრომლობა რამოდენიმე შუააზიურ ქვეყანასთან. თუმცა მე მაინც ამას დავარქმევდი, რომ ჯერ მაინც ფრაგმენტულად ვაკეთებ ჩვენ TBC PLC-ის ჯგუფის წევრი ვართ და ჩვენთან ბორდზე ხდება, ეგრეთ წოდება სუპერვაიზერ ბორდთან გადაწყვეტილების მიღება და უახლოესი 2 წელი გადაწყვეტილება ესეთია, რომ საქართველოში ვრჩებით და საქართველოში კონცენტრირდებით უფრო ადგილობრივ ბაზარზე რა. ხო, ესე ვაკეთებ, თუმცა 2 წლის შემდეგ შეიძლება შეიცვალოს, შეიძლება ბევრი რაღაცა გადაიხედოს და მე შეიძლება გამოჩნდეს სხვა შესაძლებლობები სხვა ქვეყნებში, თუმცა ეხლა ვფიქრობთ, რომ კონცენტრაცია მნიშვნელოვანი არის, ერთ ბაზარზე გქონდეს, თანაც საინტერესოდ ვითარდება ეს ტექნოლოგიების პროცესი, ეს AI-ის გარდამავალი პერიოდი დავარქვათ და ალბათ როგორც ჩამოყალიბდება ეს GAI, როგორც კი უკვე გამოვა ბაზარზე, აღმოჩნდება თქვათ chat GPT, Gemini, ვინსად იქნება ჩვენნაირი ტიპის პლატფორმებს როგორი პოზიციონება ექნება ბაზარზე, მაგას უკვე ალბათ შემდეგ 2 წელიწადზე უფრო განსაზღვრავთ და შევხედავთ რა იქნება ჩვენი მომავალი სტრატეგია. კარგი, ძალიან დიდი მადლობა და მინდა რომ კიდევ უფრო მეტი წარმატება გისურვოთ. ძალიან დიდი მადლობა, რომ მოგზავნით ჩვენთან და სულ მოხარულები ვართ, რომ გიმასპინძლოთ. მადლობა.